皆さんこんにちは、ぬさです。また会いに来てくれてありがとう。今日は飛び出し町内に動画撮影と写真撮影をしたいと思います。よかったら一緒に行きませんか？とりあえず今友達のニニちゃんに待ってます。そしてセンターに一緒に行く予定です。マサさんは今日私たちにサプライズを用意してくれましたから楽しみにしています。あ、ニニちゃん遅かったね。遅い。何してた？オッケー、いいよ。じゃあ行きましょう。やっほー遅れてごめんねこんにちは。すごいですね。これ着物ですか？着物です。予約できました。はい、ありがとう。すごい。待ちに待ったもの、早速開けてみますか。開けてみます。はい。じゃあこっちですか？ちょいで。反対ですね。あ楽しみ。ではどうぞ。いいですか？はい。やばマジか。おお、すごく綺麗。振り袖になってる。はい、早く着てみたいです早く。早速着替えましょうか。はい。の後ろから。これが着物になってます。袖が、長い、ジョージアの伝統的な衣装、チョカをモチーフに作ったものになってます。すごい。なんで多分日本で見つける着物とはだいぶ違ったものになってるかな。はい。ピンクと黒の20レイヤーになってるんで、はい、でプラスでやっぱチョカには欠かせないオーナメントもすごい。Vai me.撮影はうまくいきましたから今リシコにいます。でジョージア人の人たちにいろんな日本についてとか着物について質問を聞いてみたいと思います。行きましょう。გამარჯობა, თქვენი სახელი? Tiko. სიამოვნა. დღეს ვიღებთ იაპონიასთან დაკავშირებით ინტერვიუს და მაინტერესებს პირველი რა გახსენდებათ, როცა იაპონია გესმით? იაპონური ტრადიციების საკურა მახსენდება ძალიან კარგად და ძალიან მიყვარს იაპონია. გასაგები, მეც ძალიან მიყვარს. ვაპირებ მოგზაურობას. ჩემს მიყვარს ძალიან კიდე და ძალიან კარგი. დღეს მაცვია სამოსი და რას ფიქრობთ? ქართული არის თუ იაპონური თქვენი აზრით? ქართულ იაპონური ნაზავიეს ჩვენია ზედა და ის ქვედა უკვე იაპონური ტრადიციული. კი ბატონო, ზუსტად ესეა სწორად გამოიცაი. Залამაზია. მადლობა დიდი. გაიხარეთ თქვენც ასევე. すみません、ちょっといいですか？私が着てる服はどう思いますか？かわいい。ありがとうございます。
მომდანი. გამარჯობა, თქვენი სახელი? ლალი. დღეს მინდათ იაპონიაზე დაგისვათ კითხვები და იაპონია რო გესმით, რა გახსენდებათ პირველი? იაპონია რომ მესმის, მახსენდება პირველად ალბათ სხვათა შორის მებრძოლებიც მახსენდებიან, სამურაის ხმალი რომ აქვთ და ძალიან ბრძენი ხალხია ჩემი აზრით და მიყვარს ძალიან იაპონია, იაპონელი ხალხიც მიყვარს ძალიან. სხვათა შორის ერთხელ ფილმს ვუყურე იაპონელებზე, იაპონიის თანამედროვე ცხოვრება იყო და იმდენი მსგავსება ვიპოვე საქართველოსთან, იმდენი მსგავსება ვიპოვე ტრადიციები, რაღაცა უფროსების პატივისცემა, რაღაცა სასაფლაოზე იყვნენ კიდე წასულები და იქაც რაღაცნაირი ჩვენნაირი ტრადიციები ქონდათ და ჩვენ თითქოს მივამსგავსეთ ჩვენ კულტურას რაღაცნაირად. აი სასმელი დალიეს სასაფლაოზე მოასხეს. იქ რაღაცა მოკიდებული სიგარეტი დადეს და უყვარდაო და ჩვენ ხა ამას ვეძახით ძალიან ისეთ ჩვევას და ვცდილობთ რომ გადავაგდოთ უფრო. და საკურა ულამაზესი გაზაფხულზე იყო იმაზე რა ქვია ბოტანიკურ ბაღში იყო საკურას დღესასწაული და ძალიან ლამაზი იყო საკურები იყო აყვავებული და ულამაზესი და რა ვიცი კიდე რა ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი იაპონიაში ტოკიოში ჩავიდოდი სხვა ქალაქებშიც რა ვიცი აი ყველაზე მეტად რა მოგწონთ იაპონიაში? ყველაზე მეტად რა მომწონს ტრადიციული ხალხია, ძალიან საქმიანი ხალხია, ძალიან გონიერი ადამიანები არიან და რა ვიცი, ძალიან ბევრი დადებითი თვისება აქვს. დღეს მაცვია ესეთი სამოსი და რას ფიქრობთ უფრო იაპონური სტილის არის თუ ქართულის თქვენი აზრით? იცით რა, ალბათ შერწყმულია იაპონია ქართული. ჩვენ ტანი სამოსიც მე მგონი გავს ერთმანეთს რაღაცი და იმ მსგავსება არის, ხო? უბრალოდ ეს ისინი თუ განასხვავებს ალბათ და დანარჩენი ძალიან გვანან ერთმანეთს და სხვათა შორის ხო, იაპონური ტანი სამოსიც ძალიან მომწონს და მიყვარს. ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ. არა, მადლობა. Awatashi mo tetsutaimasu. Awatashi mo tetsutaimasu. გამარჯობა, თქვენი სახელი რა გითხრათ? ნიკა. ნიკა, რა გსმენიათ იაპონიის შესახებ, აი რაღაც კულტურულის მხრივ და პირველ რიგში იაპონია რო გესმით, რა გახსენდებათ? ბევრი რამე მსმენია, შეხებაც ქონია ბევრი. ანიმე კულტურა მახსენდება, საბრძოლო ხელოვნებები მახსენდება და სამუშაო ეთიკა რაც განთქმულია იაპონელების. აი ეს სამი რაღაც. თუ იცით რა სიტყვა მაინც რაიმე იაპონურად? უნივერსიტეტში სწავლობდი იაპონურ. საყვარელი სიტყვა? ნეკო. ძალიან საყვარელი კატა არის, მინდა გითხრათ. მადლობა. ძალიან საინტერესო ქვეყანაა იაპონია და დარწმუნებული ვარ, რომ იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვინახულებ იქაურობას ისე როგორც მინდა რა. გამარჯობა, თქვენი სახელები რა გითხრათ? ნინი. ტატა. და სასიამოვნოა. რა გსმენიათ იაპონიის შესახებ და ანუ რას ფიქრობთ იაპონელ ხალხთან დაკავშირებით? იაპონია ძალიან გვიყვარს, ორივეს კულტურული ხალხი არის ძალიან და დიდი კულტურის მქონე ქვეყანა არის. ძალიან მოგწონს სამზარეულოც, ანიმეებითაც ცნობილები არიან და ზოგადად ვიზუალი ქვეყნის. მე ძალიან მიყვარს, ძალიან ძილობიანები არიან და კეთილები და რავი შორიდან ესე ეს ვიცი მხოლოდ ამიტომ. არის თუ რა რაიმე კავშირში იაპონური და ქართული კულტურა ერთმანეთთან? მსმენია რაღაც მსგავსებები, მაგალითად ამ ბოლო დროს ვნახეთ ჩირზე იყო, აი სამეგრელოს და იაპონიის შედარება იყო. არ ვფიქრობ, რომ ძალიან გავერთ ერთმანეთს კულტურაში ძალიან განსხვავდებით, მაგრამ შეიძლება იყოს რაღაცეები. მსგავსება ალბათ ისე კოლექტივისტურია უფრო ორივე. და ალბათ ოჯახური სიახლოვე შეიძლება ერთმანეთში და კულტურა და ტრადიციების პატივისცემა. როგორი დამოკიდებულება გაქვთ აი საქართველოში იაპონელებთან დაკავშირებით? თუ მოგწონთ? ძალიან დადებითი. ამ საქართველოში ჩამოვიდნენ გულისხმობთ? კი. ხო, რა თქმა უნდა, დადებითი პირიქით. მე მახსენდება საკურა და ანიმეები. მე ძალიან მახსენდება. ჩემი არის Your Name-ი. შენი? ჰაიკი მიყვარს ძალიან. მეც მიყვარს გიშდები ორივე ანიმეზე. რას ეტყოდით იაპონელ ხალხს?
გააგრძელონ თავიანთი კულტურის შენარჩუნება. ძალიან მოხარულები ვიქნებით თუ საქართველოში ვნახავთ ბევრი იაპონურ ადგილებს და თვითონ იაპონელებსაც და აი გლობალიზაციის მსხვერპლები არ გახდნენ და კულტურის რაღაც გაუფერულების. იმედი არ გვიწყდნენ რომ ძალიან ბევრი ტურისტი ჩადის იაპონიაში, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა და ფიზიკურად ალბათ თავს ვერ შევიკავეთ, ამიტომ ვიცი ცოტა გაღიზიანებას იწვევს, როცა ძალიან ბევრი ტურისტი დადის ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ნუ ეს ისეთი არაფერი. მოდი მამა, აი თმებიც ნახეთ როგორ აქვს. კიპარსანი მერვე? აუ ძალიან. გამარჯობა, თქვენი სახელი რა გითხრათ? ნიკოლოზი. მე ლუკა პირმისაშვილი ვარ. რა იცით იაპონიის შესახებ? რა გსმენიათ? იაპონია რო გესმით სიტყვა, რა გახსენდებათ პირველად? პირველ რიგში მე აღვიქვავ იაპონელებს როგორც აზილ გერმანელებად, ანუ ვიცი რომ ძალიან ორგანიზებული ხალხია. ეკონომიკა ძალიან ძლიერი აქვთ, ანუ იყო მეორე ეკონომიკა მსოფლიოში და ეხლა ხანს სულ რაღაც რამოდენიმე წლის წინ ჩინეთმა გადაასწრო. ვიცი რომ ძალიან თავისებური ხალხია, ცოტა ჩაკეტილებიც არიან, მე როგორც ვიცი, ძალიან რთულია ასე ვთქვათ, მიმღებლობა ასე ვთქვათ, თავიანთ წრეში რომ მოხვდეს ვიღაც, მე როგორც ვიცი, ძალიან რთულია. რა ვიცი, საჭმელი მიყვარს, ძალიან გიждები. არის მოსახლეობა დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 100 რაღაც მილიონია. დედაქალაქი ტოკიო, არის 4 კუნძულზე განლაგებული ხონსიუ, ჰოკაიდუ, კიუსიუ, სიკოკუ. არის კუნძულოვანი სახელმწიფო და ხო, ძიუდოში არიან ძალიან მაგრები. სუმო აქვთ, ესე იგი, ნაციონალური ჭიდაობის სპორტი, გუში მქონდა რეგბის თამაში სხვათაშორის იაპონიასთან და ორი ქულით წავაგეთ. ხო, კიდე რაში არიან მაგრები? სხვა შორის ბეისბოლი ყოფილა ძალიან პოპულარული, რამდენადაც მე ვიცი. და რა ვიცი, მარტო სიტყვა Toyota, Sony, Nissan, Mazda, რა ვიცი. ინდუსტრია აქვს ძალიან განვითარებული. მოკლედ ძალიან მაგარი ქვეყანაა. მე იაპონიაზე არ ვარ, მე ხალხი ცხოვრობს, რომელიც სად რა ხდება და როგორ არის, ეგ არ ვიცი, მაგრამ დაყურები მაქვს ძალიან ვერი ანიმე და ზოგადად ძალიან მომწონს იაპონური კულტურა და ჩაცმულობა და ეს რაღაცები. ძალიან მიყვარს იაპონური მანქანები, Mitsubishi, Nissan, Toyota, Mazda და ასე შემდეგ. რა ვიცი, Demon Slayer-ი მომწონს ძალიან. კიდე მაქვს ნაყურები Silent Voice-ი, მაგრამ ეგ ძალიან არ მომეწონა. Totoro მაქვს ნაყურები საბავშვო არის, უფრო მეტად. კიდე რა მაქვს ნაყურები. Spirited Away, ძალიან მაგარი ანიმე არის. უბრალოდ რაღაცა სხვანაირი შექმნება გაქვს რო უყურებ და რა ვიცი. ის Totoro ხო თქვი, კიდე, ანუ მეტად ძალიან მიყვარს Miyazaki-ის ანიმეები. დედაჩემსაც ძალიან ბევრი აქვს ნაყურები და ძალიან მოგწონს ზოგადად. ხა კინოში ვიყავი Demon Slayer-ის ბოლო გამოშვებაზე და ძალიან მომწონა რა. უბრალოდ 3 საათი რო გრძელდებოდა, ეგ იყო საჭინელება. კი, გეგმავდი და Duolingo-ში ვსწავლობ. ვცდილობ რომ ვისწავლო. მე ვეტყოდი რომ ხალხი ძალიან მოწესრიგებულია მაგათან. კულტურა მომწონს მათი. უსურებ რომ ჩინეთზე მაგრები გახდნენ. რა თქმა უნდა. მაგრამ უფრო მეტი რაღაცა რო შექმნან და რაღაცა აი ისეთი კარგი რომ გააკეთონ რომ აი რაღაცა ძალიან მაგარი რომ გააკეთონ. აი რამე რო შექმნან. ახალი მანქანა ან აი პროსტა აი რამე გააკეთონ რა. რაც ხალხს ჯერობით არ უნახავს ხო მამა? ხო. არიგატო. მიზუ. კუდასაი. და კიდე აღარ მახსოვს ბევრი რაღაცა. ინგლისურსაც ძალიან კარგად ვსწავლობ, რა ვიცი. კარგად ვსწავლობ? კი, მამა, ჯერჯერობით მაყოფილები ვარ. გადავცემდი რას და იყვნენ ბედნიერები და კიდე უფრო განვითარდეს იაპონია რა და როგორც ჩემმა შვილმა აღნიშნა, დაებრუნებინოთ ის მოწინავე პოზიცია რა. დაჟე ამერიკასაც გაასწრონ არაა პრობლემა. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. გამარჯობა, თქვენი სახელები რომ მითხრეთ? მალო, ანა, თამთა. სასიამოვნოა. დღეს მინდათ იაპონიის შესახებ დაგისვათ კითხვები და პირველი კითხვა არის, რა გახსენდებათ, როცა იაპონია გესმით? საკურა რა თქმა უნდა. მე საკურა არის პირველი. მე ანიმეები მახსენდება, რა თქმა უნდა. და არქიტექტურა. და უგემრიელესი ლიმონადი ბოტანიკურ ბაღში დავლიე იაპონურ დღეებზე. სუში. ახლა არ ვიცი.
საოცარი საჭმელზე ვარ მე პირადად ძალიან მომწონს იაპონური კულტურა ჩაცმულობა გუშინ იყო იაპონია და საქართველოს თამაში შემთხვევით ხო არ გიყურებიათ რომელი არა სამწუხაროდ რაღაცა კადრები და მონაკვეთები ვნახე და მოხიბლული ვარ ზოგადად როგორი თავმდაბალი ადამიანები არიან და პატივსცემენ სხვა ქვეყნის კულტურას. პატივისცემა აქვს რაღაცა სასწაულის სპორტსმენებს განსაკუთრებით და ეს ჩანდა გუშინ. მე პირადად ხო ვისურვებდი რომ უფრო მეტი გაიგონ, ახლა იციან და უფრო მეტი გაიგონ ჩვენი კულტურის შესახებ და დარწმუნებული ვარ არც დარჩებიან იმედგაცრუებულები, იმიტომ რომ ჩვენ საკმაოდ დიდი კულტურის მატარებლები ვართ და ჩამოვიდნენ, მოიარონ ყველაფერი, მე ბორჯომიდან ვარ და სიამოვნებით მივიწევდი ბორჯომში, იმიტომ რომ ხო ეხლა ბუნება არ უკვირთ იაპონიაში, თუმცა არც ჩვენ გვაქვს ნაკლები და ჩამოვლენ ერთი და ორი ადამიანით არ შემოიფარგლონ და ზოგადად კარგად გაიცნონ ჩვენიერი და ჩვენი კულტურა. იმიტომ რომ ხო საქართველოშიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება იაპონური კულტურა და ბევრი ახალგაზრდა არის დაინტერესებული ზოგადად ამ იაპონური კულტურის და ზოგადად აღმოსავლეთის ქვეყნებით. და რა ვიცი, ჩემი სტუდენტობიდან დაიწყო მახსოვს მაშინ მეგობარი, რომელიც იაპონურ ენაში ამეცადინებს მოსწავლეებს და ანუ ბევრი მოწაფეები ყავს, ყველა დაინტერესებულია და ძალიან უხარია თვითონაც. დაუპატიჟო, ჩამოვიდნენ თვითონაც გაეცნონ აქაურობას და არ დარჩებიან უკმაყოფილოები ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა. არიგატო გოზაიმას. 皆さんも暗くなってきたんでインタビューはここまでです。今日も見てくれてありがとう。ありがとうございます。チャンネル登録よろしくお願いします。お願いします。バイバイ。バイね。バイバイ。皆さんも暗くなってきたんでインタビューはここまでです。今日も見てくれてありがとう。チャンネル登録。今日も見てくれてありがとう。皆さんも皆さんも暗くなってきたんでバイバイ。バイバイ。バイバイ。と写真撮影をよかったら一緒にそしての友達にマサさんに会います。友達にマサさんにマサさんあらきでなんとマサさんもじゃないろんな日本について今リシコオーマイガージョージア人の方たちらはうまく私も手伝います。